კარგით, ეხლა როგორც ხედავთ, თავიდან ეს დენი ჰქონდა და აი აქ გაიყო სამ ნაწილად, სამშტოდ გაიყო, ხო? აქეთ წავიდოდა i1 დენი, აქეთ წავიდოდა i2 დენი, რაღაც და აქეთ წავიდოდა i3 დენი. და აი სწორედ აი i3-ს ვიკითხებიან. ჩვენი მიზანია გავსაუბროთ i3 რისი ტოლი არის. გამომდინარე იქიდან, რომ ეს წრედი არის პარალელურად ჩართული, აი აქ თუ ძაბავს მომჭერებზე თუ ძაბავს მოვდებთ, ხო? ძაბვა ყველა რეზისტორზე ერთმანეთის ტოლი არის. u1 ტოლი არის u2-ის, რადგანაც პარალელურად არის, ხო, შეერთებული. u3-ის და ტოლი არის u3-ი. ახლა მეორე მხრივ ჩვენ რა შეგვიძლია აქედან გავაკეთოთ? აქედან ჩვენ რა გამოდის? აქედან ჩვენ გამოდის, რომ u1 ომის კანონიდან თუ გავიხსენოთ ომის კანონს წრედის უბლისთვის, ზოგადად ტოლი არის უშეფარდებული ერთთან, ხო? აქედან შესაბამისად u ტოლი გამოდის i1-ის. u თუ i1-ია, მაშინ აი ეს u1 იქნება i1r1. ეს ტოლი იქნება u2 იქნება i2r2, ხო? და ეს ტოლი იქნება u3 არის i3r3. კი ბატონო, მოდით ახლა ცალკე გადმოვიტანოთ, იმიტომ რომ საწერი გვაქვს ჩვენ. მოდი ესე იგი რა გვაქვს i1r1 უდრის i2 errors უდრის i3r3-ს. და მეორე მხრივ ახლა საწყისი დენი ქონდა გაიყო სამ ნაწილად და ამათი ჯამი ისე საწყისი დენის ტოლი უნდა გამოგვივიდეს, ხო? i1 პლუს i2 და პლუს i3 ისევ საწყისი დენის ტოლი არის, ხო? რაც იყო. ნუ სადაც წავიდოდა. აქედან ჩვენ რა გამოგვდის შევხედოთ i1 r1 არის r-ის ტოლი, ანუ r1-ის მაგალითად ჩავსვათ, გვექნება i1 ჯერ r ტოლი არის i2 ჯერ r2 არის 2r, მოდი ეს დავწეროთ 2 i2 ჯერ r და ეს ტოლი არის, რისი ტოლი გამოგვდის ეს? i3 არის, i3 ჯერ, 3r ჯერ, რადგან r3 3r-ია, 3r ჯერ i3, ხო? i3. ნუ შეგვიძლია ახლა ჩვენ ეს r-ები შევგვეცოთ, ასე. და რა გამოგვდის? ესე იგი, ჩვენ ვეძებთ i3-ს და მოდი i1 და i2 i3-ის დახმარებით გამოვსახოთ. i1 არის 3 i3-ის ტოლი. ამიტომ აი i1-ის მაგალითად დავწეროთ 3 i3. ამას დაემატება i2. 2 i2 არის 3 i3-ის ტოლი. მაშინ i2 აქედან 3 მეორედი i3-ის ტოლი გამოდის, ხო? კი ემატება i3, რომელიც ის ტოლია. აქედან რა გამოდის? აქედან ჩვენ გამოგვივა 3 i3-ს კიდე i3 დავუმატოთ. მივიღებთ ჩვენ 4 i3-ს კიდე დამატებული 3 i3 მეორედი ტოლია სრული ისი. ამას თუ გავაერთმნიშვნელიანებთ, აქედან რა გამოგვივა? 9 12, ხო? მათი წუთით, არა 11 უკაცრავად, 11 i3 მეორედი უდრის ის, საიდანაც i3-ისთვის მივიღებთ, რომ ტოლი ყოფილა 2 i-11-ის. ეს კი არის პასუხი B.